ქრისტე აღდგა, გილოცავთ აგრეთვე უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში. ძლიერი საქართველოს სახელით სურს მიულოცო პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა ამ დღეს, როდესაც გაიმარჯვებდა უნგრელი ხალხის დემოკრატიული ნება და დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთმა იზეიმა, გაიმარჯვა და დაუბრუნდა თავისუფალი ევროპის წიაღს. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც დიახაც სრულდებიან არჩევნების გზით. გუშინ უნგრელმა ერმა არჩევში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო, ვიდრე არის კოცური ოცნება. სრული უთანასწორობის ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედია მონოპოლიის მიუხედავად ორბანის რეჟიმი იქნა სასტიკად განადგურებული, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან არც ერთი სისტემა არ არის ურღვევი და ვერც ერთი გაყალბებული სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში. რადგან შეუპოვრობას, გამბედაობას და დემოკრატიული ღირებულებების რწმენას შეუძლია დაძლიოს შიში და манипуლირება. უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით სულ მალე ჩვენ იმავეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩახრჩობას და რუსიფიკაციას. გუშინ უნგრელმა ხალხმა დაასრულა ქოცების ერთადერთი პარტნიორი ევროპაში და სულ მალე მის სატელიტურ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა ისწავლონ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მაგიარის ბრძოლიდან, რომელმაც გაყალბებულ სისტემაში უსამართლობასთან შეგუებას არჩია რთული ბრძოლა და ნაცვლად არჩევის ბოიკოტირებისა ან ყურის ჩამოყრისა შევიდა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში და მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიარ, დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიარ, პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში. ეს იყო, არის და იქნება ძლიერი საქართველოს მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ ხალხს ბრძოლისკენ. სულ მალე საქართველოშიც ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას კორუმპირებულ რუსულ რეჟიმზე. მადლობა.